ნება მიგოცა წარმოგიდგინოთ პროექტი მიმღერეს მონაწილეები ნიკოლეიშვილების ოჯახი მაგდა ნიკოლეიშვილი და მისი ძმისშვილები მაგდალინა და მარიამ ნიკოლეიშვილები მოგესალმებით ძირფასო და ულამაზესო ნიკოლეიშვილებო. მოგესალმებით ასევე ჩვენც. პირველად მასპინძლობთ ჩვენ შოუში და ორმაგად მიხარია. თანაც ჩვენ დაგვაკავშირა აი წინვალე პროექტმა მიმღერემ. რა მინდა იცი გითხრათ რომ მე მაგალითად ძალიან დიდი სიამოვნება მივიღე თქვენი შემოქმედებით და თანაც ურთიერთობით, იმიტომ რომ აი მამიდას და ძმისშვილებს ისეთი შეხმატკილებული რაცა განსაკუთრებული ურთიერთობა გაქვთ და ეს ყველაფერი აირეკლება შემდგომ თქვენ სიმღერაში და დაიწყო ეს რა თქმა უნდა პირველ რიგში დამსახურებული მამიდით და შენ რომ შესანიშნავი მომღერალი იყავი ეს მაყურებელაც და პირველ რიგში კოლეგებმა პროფესიონალებმა ძალიან კარგად ვიცოდით მაგრამ როგორი გამორჩეული და ყოჩაღი მამიდა ყოფილხარ ეს უკვე დაგვანახა მიმღერემ და მადლობა შემოგვიფასო ამისთვის პირველ რიგში პირველ რიგში უღრმესი მადლობა მოწვევისთვის უნდა აღვნიშნო აუცილებლად რომ რაღაც განსაკუთრებული დამოკიდებულება მაქვს გია შენს მიმართ უდიდესი პატივისცემა პიროვნულად პროფესიულად აი მრავალმხრივ რაღაც სხვა სენტიმენტები მაქვს აბსოლუტურად და ძალიან დიდი მადლობა მოწვევისთვის და ჩვენთვის დიდი პატივია ამ შოუში ყოფნა დიდი მადლობა იდეას ფიქრობ გოგოების საწმინდელი ძალიან დიდი მადლობა მე გოგოებს ვკითხავს სხვა რამეს. ისე შესანიშნავად გამოგდეთ, ესე ბუნებრივად თან სიმღერა, რომ დარწმუნებული ვარ ეს ყველაფერი პატარა ასაკიდან გაჩნდა თქვენ ცხოვრებაში, ხო? მაშინ ასე კითხავთ. მეხსიერებაში პირველი რა გახსოვთ? მამიდა თუ სიმღერა? თუ ეს ერთმანეთთან დაკავშირებული იყო, როგორ იყო? ორივეს გეკითხეთ. ორივე ერთად იყო, როცა ლაპარაკი დავიწყეთ, მამიდასთან ერთად დავიწყეთ სიმღერა. და ყველანაირად ცდილობდა მამიდა, რომ ჩვენი სიმღერა ყოფილიყო თავიდანვე რაღაც პროფესიული გზით წავიყვანა, მოკლედ სიმღერა. და გვეხმარებოდა რა თქმა უნდა ყველაზე დიდი წვლილი მიუძღვის მამიდას ჩვენ სიმღერაში. ესია. შერას მეკოდი. დავეთანხმები ნამდვილად ბავშვობიდან მღეროდით მე და მაგდალინა. პირველად მამიდასთან ერთად არ ვიმღერია, მაგრამ პატარები რო ვიყავით, მაშინ ვიმღერეთ მამიდასთან ერთად კონცერტზე, სოლო კონცერტზე, მაგდას სოლო კონცერტზე. ძალიან ემოციური იყო პირველი სცენაზე დგომა მამიდასთან ერთად. რა მხელები იყავით მაშინ? ალბათ 5 და 6 წლის. უი, სულ პატარები. კი, პატარები იყვნენ და რაღაც ბავშვობაში ალბათ რაც გიყვარს გამახსოვდება მე ბოლომდე და ბავშვობის დაბეჭდილებებს დიდი მნიშვნელობა აქვს. პირადად ჩემთვის ესეა დღემდე რაც მიყვარდა ის სიმღერები სხვათა შორის, აი ბავშვობის დროინდელი სიმღერები. ესეთი რაღაცები ამომიტივდება ხოლმე. ეხლა რაღაცებს რო ვაცოცხლებ ხოლმე, ეხლა გავაახლე რაღაც ჩემი რეპერტუარი, მეკითხებია რომ საიდან გახსოვს? აი ბავშვობიდან მახსოვს მართლა, აი ეტყობა რაღაცა ამათშიც ჩარჩენილი ეს რაღაც მარცვალის. ერთი სიმღერა რომელსაც ტრიოში შვერივად აჟღერებთ, თქვენ მინდა გთხოვოთ რომ დღეს ჩვენ შოუში შეასრულოთ. აუცილებლად. მოგზაურობთ. Rome
ფოთლებში დაიბუდე როგორც შიდი ჩიორა შემოდგომით გაფრინდები იყო არა იყო რა შემოდგომით გაფრინდები იყო არა იყო რა იყო არა იყო რა იყო არა იყო რა დიდი მადლობა ჩვენ სტუმრებს ნიკოლე ისილების უნიკიერეს ოჯახს